მოგესალმებით. დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და ტრადიციულად ამ დროს პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ჩვენი გადაცემის გუნდი და ქართველი ისტორიკოსები ერთი კვირა ვიმყოფებოდით ტაო-კლარჯეთში. ტელეექსპედიციამ ჩამოიტანა უახლესი ვიზუალური მასალა, რომელიც კარგად ასახავს ქართული რენესანსის საწყის პერიოდში აშენებული ისტორიული ძეგლების, ეკლესია, მონასტრების სავალალო მდგომარეობას. ბევრი რამ რისი გადარჩენა შეიძლებოდა უკვე დაინგრა. ძეგლების მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ შემორჩენილია და დახმარებას ითხოვს. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ის დასკვნით ფაზაშია. თუ სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, დაიწყება ქართული ისტორიული ძეგლების გამაგრება რესტავრაცია ტაო-კლარჯეთში. სანაცვლოდ კი საქართველოში ისლამურ სიძველეებს, მეჩეთებს შეუტარდება რესტავრაცია. ერთი მეჩეთი კი თავიდან აშენდება. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება. დაწყებული იმით, სად აშენდება საქართველოში მეჩეთი კონკრეტულად, დამთავრებული იმით, თუ რა ბედი ეწევა იმ ტაძრებს, რომლებიც არ მოხვდება ხელშეკრულების ფარგლებში. ამ შეკითხვებს გადაცემის დასკვნით ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი უპასუხებს. მანამდე კი ჩვენი ტელეექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. აი გამოჩნდა ამ ადგილიდან პირველად. სხვათა შორის ზამთარში არის კარგი, როდესაც თოთლები არ არის, მთლიანად შეგლია ტაძრის აღქმა. ამიტომ კარგად აშენა. იშხანი ერთ-ერთი იმ 4 ტაძრიდან, რომელსაც საქართველოს თურქეთის ხელშეკრულება შეეხება. ჩვენ სწორედ აქედან ვიწყებთ ტელეექსპედიციას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იშხანში და უკვე შეგვიძლია შევიდეთ ტაძრის ეზოში. ხუბა პირველი რაც ხდება, მართლაც ფალში საცემია აბრა, სადაც ფოტოშოპის ბოლო წლებში დაიწყეს ასეთი აბრების გაკეთება. იგი შეცდომებსაც შეიცავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვაწყობ, რომ არის ცდილობა, რომ ხო, აი აშკარა ტურისტულ მარშრუტში ყოველ შემთხვევაში შეტანილია იშხანი. პოპულარულიც არის, არაერთხელ უცხოელი ტურისტები შეხვდებათ აქ. ეს გასაგები, კარგი, ჩვენ შეგვიძლია უკვე შევიდეთ. იშხანი განთქმული იყო თავისი მოხატულობით. დღეს ფრესკები უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს არის იშვიათი მხატვრობა, იშვიათი სიმდიდრით შესრულებული და ცხადია შესაბამისი დახმარება ჭირდება ფრესკებს, რომელსაც არასოდეს რესტავრატორის შეეხება. კამარები, გადახურვები, სახურავები ყველგან არის ჩანგრეული. გამონაკლისი გახმოთ გუმბათი, რომელიც შედარებით მყარად დგას. რამდენად ეს კედლები თანამედროვე მდგომარეობა რამდენად გაუძლებს შემდგომ გადახურვას. ის რომ აქ იყო მეჩეთი, ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც არის, რომ თუნდაც ამ სახით არის შემორჩენილი. ალბათ, როგორც ჩანს, ძეგლს ჰქონდა ფუნქცია, ყოველ შემთხვევაში მის ერთ ნაწილს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ფუნქცია და ეს გამტეხრავი კედელი სხვათა შორის დღეს მართალია არაბუნებრივად არის, მაგრამ დღეს დროებით ასრულებს რაღაცა გამაგრების გასაგები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა კედლის იქით მხარეს რა ხდება. კედლის მეორე მხარეს შეგვიძლია გადმოვიდეთ. ამ ნაწილში გახდათ მეჩეთი მოწყობილი, ორ სართულად, როგორც ჩანს, აი გამყოფი იატაკის კვალი ჩანს, კოჭების კვალი. თურქებმა მე როგორ გვიანდელ შუა საუკუნეებში მთლიანად მეჩეთური ტიპით ვერ აითვისეს ეს. ანუ მათ ჭირდებოდათ კუთხე. იმხელა ტერიტორიულად, იმხელა ეს და ფაქტობრივად ამოაშენეს ეს და ეს იყო ერთი მყუდრო კუთხე, რომელსაც ჭირდებოდათ სალოცავად. ეს რახან იყო პატარა სოფელი იყო, შეგვიძლია ესე ვთქვა და არ ჭირდებოდათ მთლიანად, ხო? ასათვისებლად არის. ეს იმხელა მოყენებული არის, აი ზუსტად ჩამოინგრა ეს ყობა ერთ-ერთი მხარე, ეს ქვებია ეს რომელსაც აქ ოვალური მხარე, ჩემი აზრით ჩამოარდნილია და ერთ-ერთ მხარეს ჩამოინგრა და ამიტომ ამოაშენეს იმ მხარეს, სადაც სრულად აღდგენა როგორც ჩანს ძნელი იყო და ამიტომ ჩამოცვანილი ფრაგმენტების გამოყენებით ამოიყვანეს კედელი და ერთ ნაწილში მოყოლებული. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აქ იყო, აი ეს ბოლომდე არ იყო ეს აზიდული ეს მეჩეთი, ანუ ბოლო ორ სართულად იქნება. აი იქ არის ორ სართულად იქნება. შემდეგ უკვე ახალი მეჩეთი აშენდა და ეს პრაქტიკულად მიტოვებული დარჩა ეს. შესაძლებელია სხვა აღუდგენელი ძეგლის ბედი გაიზიაროს. აქ გვაქვს შესაძლებელია რომ მთლიანად ახლა. ანუ დროულად ჭირდება აქ ახლა რესტავრატორების ჩარევა. დაზიანებულია საუკუნოვანი წარწერებიც.
თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარწერა ასახავს იშხნის ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. აი ეს ნაწილი დაზიანებულია, რის გამოც სრულად ამიკითხვა ამ წარწერის ადრევის შეუძლებელია. შეიძლება ვთქვათ, ხელოვნურად გაკეთებული თუ უფრო ბუნებრივი. ალბათ სიძველის გამო. ეს ადრევე იყო დაზიანებული. იშხნის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია იქვე მდებარე გურგენისეული ეკლესია. როდესაც იშხნის ეზოში შემოვდივართ, პირველი ყველაზე თვალშისაცემი არის ეს ბზარი ბუბა. და რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი გამოწვეული? არ არის გამორიცხული, რომ ამის შედეგი ეს იყო შედეგი ამ წყლების ზემოქმედების. წყლებით არის ძალიან მდიდარი იშხანი ზოგადად და ეზოში ჩამოედინება წყალი, რომელიც გორავს ხელს შეგვიძლია აი ამ პატარა ტაძართან ხო შეგვიძლია ვაჩვენოთ. აი პრაქტიკულად მთლიანად გარსული. ჩრდილოეთ კედელს მოუყვება მაგალითად. მაგრამ ჯერჯერობით ყარ ადგას მალობამაც ეს ტაძარი. თუმცა აი ეს ტერიტორია თავარი ტაძრის სამხრეთი ნაწილი წინანა დაახსნა პროფილი ფაქტიურად. ხო, აი აქ დაჭაობებულია პრაქტიკულად, ხო? აი ზევით ნახოთ რა სიტუაცია. საკუთრებით გაზაფხულზე არის მთლიანობა და შესაძლოა აი ზარი რაც ვნახოთ ამ კლუბის ზემოქმედების შედეგი. ხო, ეს ადგილი საერთოდ გამოირჩევა წყლიანი ადგილია და ამით გამოირჩევა აი თავდაპირველად როგორც ჩანს აი გარშემო სუხრიობი ხებია და უაზისივით არის ეს სოფელი. თავდაპირველად როგორც ჩანს სოფელიც და მონასტერიც ამიტომ დაარსდა რომ აი ეს ძიმე გარემოცვაში არის ასეთი წყლიანი ადგილი. ამ პრობლემის მოგვარება უშა როგორ შეიძლება? ამ პრობლემის მოგვარება ეს რესტავრაციის დროშით უნდა ჩაიგდეს ეს გეგმაში ეს შეიძლება ამ ზარი გადამახდეს თავისუფლად გადაგდება ამ წყლების და აცილება ამ ტერიტორიას. უარა და ეს ჩამოსული წყალი არის ზუსტად იმის მიზეზზე არის. ჩვენ იქ მეორე მხარეს ნახეთ რომ რაც კონსტრუქციაშია არხია, ხო? ის არხია იგივე შეიძლება გადაგდეს და ამის საძირკველი შეიძლება შემდეგ ისეთი მასალით დაიფაროს რომ ეს წყალები აღარაფერს არ დაუშავებს ამას. ქვემოთ ბაღებია და როგორც ჩანს იმის სარწყავად გადის. ხო, ეს წყალი ჩადის პირდაპირ იქით ბაღებში ეს. კარგად ჩანს. ამას ული და ვიღაც იყო კიდე ეგრე მექანიზმები რომ ამას არ იბოძნენ, მაგრამ ეს მე რაც ახლა ინტერესი არ აქვს სოფლის ამ ეკლესიის უკვე ტოვებული არის და იგივე პრობლემა არის იმ დიქტატორთან, მეტად ჩავარნილი არ გქონდა. იშხანი საეპისკოპოსო ცენტრი იყო. ის ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს და სწორედ ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ეს იყო ჩვენ თურქ კოლეგებთან როდესაც საუბრობდით, რომ ტაუკლარჯეთის ტერიტორიაზე ყველა ამ სიწმინდეების აღდგენით სამუშაოებში მხოლოდ და მხოლოდ იქნებიან ქართველი სპეციალისტები. თუ არ ჩავთვლით თქვათ დამხმარე მუშებს, იმიტომ არქიტექტორ რესტავრატორები, ხელოვნებაცოდნეები, ქვის თლელები, ანუ ძირითადი წამყვანი ძალა იქნება ქართული, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს დამხმარე მუშები თურქები. ისტორიულ ტაოში, ახლანდელ სოფელ ოშკვანგში მდებარეობს ოშკის ულამაზესი მონასტერი. თავდაპირველად შევდივართ მთავარ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. ჩვენ ეს არის ოშკის შესასვლელი ტაძარი, რა თქმა უნდა, საუბარს არ საჭიროებს, არის გამოირჩევა თავისი გრანდიოზულობით. ბევრი რამ არის ბუბა აქ, ყურადღება მისაქცევი, მაგრამ განსაკუთრებით ეს ეხება გუმბათს, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. გუმბათის დამჭერი კონსტრუქციები არის მორგოლული. გუმბათი ეყრდნობა 4 სვეტს, მერე ეს 4 სვეტი გადადის აფრებში და სწორედ ეს აფრა ერთ-ერთი აფრა არის გამორგოლული და დანარჩენს აქვს ბზარები.
არის საფრთხე, რომ გუმბათის ჩამოიქცეს. გუმბათი არის ძალიან მასიური. და ასე მასიური გუმბათის ჩამოქცევა ცხადია ისედაც დაბზარულ კედლებს კარგს არაფერს უხდის. მოდი ჩვენ ახლა კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ გუმბათთან, ანუ მოგვიწევს ავიდეთ ზემოთ. კი, შესაძლებელია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და იქიდან უფრო კარგად დავინახავთ თუ რა ხდება აი გუმბათზე. ყველაზე საინტერესო ადგილი ახლა ამ წუთას ალბათ არის და ყველაზე ყურადღება მისაქცევი სწორედ ეს გუმბათი და ეს მონაკვეთი, რომელსაც ახლა ჩვენ ნახავთ უფრო ახლოდან. წავედით ნახოთ როგორია ოშკი ზემოდან. კამერი რთულია. მოიცა ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. ეს არის ოშკის ტაძრის ყველაზე დიდი საფრთხე ფაქტიურად. შეიძლება აი ამ ნარღვევს მთელი გუმბათის ჩაქვას. აი სულ 2 მეტრშიც არ ვიმყოფებით, ალბათ მოდი კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ. და უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. აი ამას სჭირდება ახლა ყველაზე მეტად შველა ბუბა, თორემ შეიძლება გუმბათი ჩამოინგრეს საერთოდ. მაქსიმალურად გუმბათის დამჭერი ერთ-ერთი კონსტრუქცია, რომელიც როგორც ხედავ, მორღვეულია. ჩვენ გავართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე სახიფათო ადგილას ოშკთან აქ მორღვეულია აი ეს ნაწილი და თუ ამას დროზე არ შველებთ, შეიძლება იარაღ მალტი ჩამოიქცეს. გუმბათის გარდა ძლიერ დაზიანებულია ტაძრის სხვა ნაწილებიც. აქ 10 წლის წინ იყო მედრების რელიეფი, მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი და აი კუთხეში იყო წმინდა ნინოს ყველაზე ძველი გამოსახულება, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია. პატარა რელიეფი მე-10 საუკუნის და სამწუხაროდ 2000-იანი წლების დასაწყისში ვიღაცამ ჩამოტეხა და აი ასეთი მდგომარეობაა დღეს. გარეთ არის საინტერესო კომპოზიცია და ისიც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში შეგვიძლია წავიდეთ და ნახოთ რელიეფებისგან ძეგლების ძარცვა კიდევ ერთი დიდი საფრთხეა ამ ძეგლების შესაძლებლად კარგად ოლის პანაში ასეთი ფრაგმენტი ოშკში და ასეთი პრეცედენტები გვაქვს ამ ბუბა ორი სიტყვა მინდა ვთქვათ ამ ბოთზე რომელსაც ახლა ჩვენ მაყურებელი დააკვირდება და ნახავს ვაჩვენებთ ამ კადრს ცოტა უფრო შორიდან თუ რა მნიშვნელობა აქვს ოშკისთვის აი ამ ბოთს რომელიც აქ დგას ეს ბოძი ზეპირი გადმოცემით ვიცით რომ გამოუთლია ვახტანგ ჯობაძეს და შეუდგამს აი ამ კონსტრუქციისთვის რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ამ სვეტის თავს კი არის იჭერს მთელ ამ გალერეას რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ოშკის ტაძარში. ეს დაახლოებით რომელ წელს 60-იან 70-იან წლებში. ვახტანგ ჯობაძე, ქართველი ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი. ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც 16 თაყაიშვილის შემდეგ საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთის ძეგლები. ისაა ავტორი მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომელიც იბეჭდებოდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ენებზეც. ვახტანგ ჯობაძემ უდიდესი შრომა გასწია საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისთვის. ის მოღვაწეობდა გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანამშრომლობდა ჰარვარდისა და იუტის უნივერსიტეტებთან. ბოლოს კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა 2007 წლის 10 თებერვალს კარლსბადში, დაკრძალულია თბილისში. სპორტაშორის მსგავსი ბოძები ჰქონდა შედგმული ამ რელიეფებსაც, მაგრამ სამწუხაროდ ამან ვერ დაიჭირა. იოანე ნათლისმცემლის რელიეფი არის დაზიანებული, ეს არის წვიმისა და ქარის ზემოქმედების შედეგი, მაგრამ უკეთესად არის შემორჩენილი აი ჩვენი მეთაურების რელიეფები და იმდენად კარგად განსაკუთრებით კარგად არის მათი ტანისამოსი შემორჩენილი, ეს არის ქართული რელიეფებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშები. შორის უცნაურია ისიც რომ ქართული რელიეფი არის როგორც წესი ბრტყელი, ხომ აქ არის ეს გამოსახულება გაცილებით უფრო გამოზიდული ვიდრე როგორც წესი ხდებოდა. ეს რელიეფები არის იმდროინდელი, როდესაც აშენდა ტაძარი. და ტაძრის მაშენებლების, ქტიტორების გამოსახულება არის აქ დატანილი. გასაგები. წავიდეთ. ოშკშია დაკრძალული ამ მონასტრის ამშენებელი დავით კურაპალატი.
მაგრამ ზუსტად სად არავინ იცის. არ არის გამორიცხული ბევრ სხვა რამესთან ერთად ყურაპალატის საფლავის საკითხსაც არქეოლოგიურმა სამუშაოებამ მოჰფინოს ნათელი. ისტორიკოსები ამბობენ, რომ გამაგრება რესტავრაციასთან ერთად საჭიროა კომპლექსური შესწავლის დაწყება, მათ შორის პროცესში სწორედ არქეოლოგების ჩართვა. არქეოლოგიური თვალსაზრისით ფაქტობრივად შეუსწავლელია. შეუსწავლელია, რადგან არქეოლოგიური კვლევა ამ ხარის არ მომხდარა. თვითონ ეს ცალკე მოგზაურობის და ისტორიკოსების მიერ ნანახი იგივე მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს იყო მხოლოდ აღწერილობა, მათ არქეოლოგიური კვლევა ძიება არ ჩაუტარებიათ. არც თურქულ მხარეს არ ჩაუტარებია არქეოლოგიური კვლევა ძიება, თუ არ ჩავთვლით აი ამ შავ არქეოლოგიას, რომელსაც სულ სხვა მიზნები ამოწევს. თავარი ტაძრიდან გადავინაცვლოთ სულ რამდენიმე ათეულ მეტრში. ოშკი ეს არ არის მხოლოდ ტაძარი. აქ იყო დიდი სამონასტრო კომპლექსი, დიდი სამწიგნობრო ცენტრი. აქ იწერებოდა აი ამ ადგილას და ითარგმნებოდა წიგნები. აქ იქნებოდა ქართული კულტურა და მეცნიერება. ოშკი საქართველოს თურქეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში მოიაზრება. ეს კომპლექსი ალბათ ყველაზე მეტად და რაც მთავარია, უმოკლეს ვადებში მოითხოვს დახმარებას. აღდგენა მოხდება ტრადიციული მეთოდით, ანუ კირის გამოყენებით. ეს სავალდებულო პრაქტიკაა ახლა, თუნდაც იმიტომ რომ არ მოხდეს კონფლიქტი ძველ და ახალ მასალას შორის. ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც აღადგენდნენ ცემენტით, ეს ზოგჯერ ძალიან ცუდ შედეგს იძლეოდა ხოლმე. ამდენად აღდგენა უნდა მოხდეს კირით, ტრადიციული ტექნიკით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქტიურად იქნება გამოყენებული ის ქვები, რომლებიც ახლა წყრია იგივე ოშკის გარშემო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფასადის წინ მოგეხსენებათ იქ უამრავი არის ეკლესიის ქვები. დასაქმელი იქნება სპეციალური ხარაჩოები, გასაკეთებელი იქნება სპეციალური ტექნიკური კვლევა ბათქაშისა თუ საღებავების თუ იმ დაზიანებებისა, როგორც არის გამომარილებები, სხვადასხვა ბიოდაზიანებები, იმიტომ რომ თუ არ ვიცით მათი, ასე ვთქვათ, შინაარსი და არსი, ანუ დიაგნოსტიკა ვერ დავსახავთ მკურნალობის წესებს. კედლის ხატრობა საკმაოდ რესტავრაცია კედლის ხატრობის საკმაოდ ძვირადღირებული საქმიანობა არის, მაგრამ თუ ეს საერთოდ დაიძრა ეს საქმე, მე იმეც იქონიებ, რომ ფრესკებსაც შეეხება. იქ მართლაც უნიკალური ფრესკებია. მონასტერი შედგება მთავარი ნაგებობისგან, ბაზილიკისგან, სატრაპეზოსგან, სემინარიის შენობისგან. აქვეა საძვალე. ჯერ მთავარ ტაძართან მივდივარ, ქართულ წარწერასთან. აქ არის წარწერა. ახლა მივაყარო ჯობია რა, მგონი. რო არ ნახონ? ხო. მოიცა. მომეცი რა, ყველაფერი ასწავლილი. ჯობია დამალული იყოს. ეს რაღაცა მსგავსი ნიშნებია ამ წარწერა, მონუმენტი ხანდახან ექნება შტაბის-ძლება, რომ აქ რაღაცა არის ნამდვილად და საგანგებოდ იწყება ხოლმე. ისე განძის მაძიებლებთან მივდივარ. პირველი რაც ტაძრის შიგნიდანაც თვალში ხვდება, განძის მაძიებელთან ამოქმედარია. აი ნახეთ, ორი სახატენიშა საკურთხევლის აქეთ იქით, ხო? აი, ნამდვილად ეს არ არის ბუნებრივი დაზიანება. არ შეიძლება აი ასე ამ ნიშის ზედა ნაწილი ასე თავისით ჩამონგრეულიყო. აი სწორედ აი ესეთი ადგილები უქმნის ხოლმე შთაბეჭდილებას განძის მაძიებლებს, რომ აი იმ რაღაცის უკან იმალება რაც განძი. არის სპეციალურად ჩამოხსნა. აი შეგვიძლია ვაჩვენოთ განსხვავება. ერთი შეუძლებელია რომ ამდენად დაზიანდეს თავისთვის, როცა მეორე ნაწილი იქით მხარე არის შენარჩუნებული და ბუნებრივად არის გამოღებული ის საყდენით შემორჩენილია ზედა ნაწილიც. ტაძარი არის სოფლიდან მოშორებით რამდენიმე კილომეტრში, რის გამოც უფრო დაზიანებულია ვიდრე სოფლის ცენტრში მდგომი ტაძრები. ისე საკვირველია, რომ აი გადახურვა დღემდე, ამდენ საუკუნის მერე დღემდე არის, მაგრამ
კედლების ახურავის კედლების გაჟღენთილი ამ წვიმის წყლით, რაც იწვევს საფასადე წყობის დაშლას, იწვევს აი შელესილობისა და მოხატულობის ჩამოშლას, აი ხედავთ. აი ჩამოშლილია ფაქტობრივად დიდი ნაწილი და რაც არის დარჩენილი, ისიც იშლება. და კიდევ ერთი პრობლემა, ესე იგი სამხრეთის მხრიდან რახან არის ფერდობი წვიმას, როგორც ჩანს საუკუნეების განმავლობაში ჩამოტანილია ყველაფერი ქვემოთ ეხა ეზოდან, ხო? მე მგონი არის ზუსტად ის დრო, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება, ხო, ამ ტაძარს ყურადღება. ნინო? აი ეს ასა, ნინო ზინა არის კიდე სადღაც. ბუბა აქ 4-თა ეკლესიაში მოვდივართ, რაღაც სიამაყის შეგრძნება გვეუფლება ხოლმე, მაგრამ ხანდახან სირცხვილის შეგრძნებაც, აი, მაგალითად აი ამ ქართული უახლესი წარწერების გამო. სამწუხაროდ სხვა ტაძრებზეც გვხვდება მსგავსი შემთხვევები, ძალიან სამწუხარო, აი კიდე ქართული. ძალიან ბევრი არის და ზევით თუ დააკვირდებით, ხო? გაჩხაპნილი არის საერთოდ. აი საქართველოს წერია, ქობულეთია წერია, ვახუნია წერია. ხო, ამას არ ვიცი. ეს ადამიანები გვისმენენ თუ არა, მაგრამ იმედია მსგავსი რამ აღარ გაგრძელდება. ცეცხლიც არ განთებული შუაში ის. ხო, ესეც კარგად ჩანს. სხვათა შორის ამ ადგილას, სადაც ჩვენ ვდგავართ, საუკუნეების განმავლობაში გალობელთა გუნდი და ამ ადგილიდან შეგვიძლია სწორედ გაჩვენოთ ყველაზე კარგად თუ რა მდგომარეობაშია ტაძარი დღეს. ახლა წავიდეთ ვნახოთ საძვალე, რომელიც აქვე მდებარეობს და საინტერესოა რა მდგომარეობაა შიგნით. საძვალის პირობაზე საკმაოდ დიდია, შესაძლოა, როგორც ჩანს ეს მონასტრის საჭიროებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ განძის მადლიერებს არაერთხელ გადაუწყდიათ აქაურობა, როგორც ჩანს, სულები არის აზელი-დაზელი ერთმანეთში. აი ფაქტიურად ჩვენ ახლა სუნძულებზე დავდივართ. უამრავი ნაწილი არის სულების გაბნეული და აი ამ ადგილას, რომელიც ახლახან გაუთხრია, სულ ახლახან გაუთხრიათ განძის მადლიერებს, ძალიან კარგად ჩანს რამდენი ალბათ სავარაუდოდ ბერი განისვენებდა თავის დროზე აქ. მთელი თემები არის ზუმის. ფაქტიურად ალაგ-ალაგ მიწის ფენა საერთოდ არ არის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, როგორც ჩანს აქ საუკუნეების განმავლობაში აქ იმართებოდა და იმაზეც მეტყველებს, რომ როგორც ჩანს არაერთხელ ყოფილა განძის მადლიერებთა მიერ აქაურობა გადაწყვეტილი. აი ეს არის თავის ქალა. თავის ქალის ფრაგმენტი. აი ეს რა ნახენ, ფეხი. აქ არქეოლოგიური დათხრები ჯერ არაფერია წარმოიქმნა. არა, სხვათა შორის თუ სწორად მახსოვს, ამ საძვალეზე უწერია ვახტანგ ჯობაძის, რომ რამდენჯერმე უცადეოდა არ მომეცა შესწავლის შესაძლებლობაო, ვინაიდან იყო აქ თივის საწყობი. არაფერი არ ჩანდა. და როგორც ჩანს მოგვიანებით არქეოლოგებისთვის იქნება საინტერესო ეს ადგილი. რა თქმა უნდა, ახან არის საძვალე, გარდა იმისა, რომ უამრავი ძვალი იქნება, შეიძლება რაღაცა ასეული ინფორმაციაც იყოს. თურქეთსა და საქართველოს შორის 4-თა ეკლესიაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. აგერ აქ მაგალითად წყლები გადის ოგან, სახურავი ჩამონგრეულია შველა სითხოს და აი ეს დეტალურად ჯერ შესასწავლია, როგორ დავაკონსერვოთ და მე როგორ მოხდეს მათი აღდგენა და რესტავრირება. აუცილებელია სასწრაფოდ რესტავრაციები ამ ყველაფრის გამაგრებები, იმიტომ რომ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე უკვე სერიოზული დაზიანებები შეეტყო ამ ტაძრებს და თუ დროზე არ მიიხედა ესენი, უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდებით და შეიძლება ვეღარც აღადგინოთ ეს ტაძრები. ამხელა ისტორიის და ამხელა იმის დაკარგვა არანაირად არ შეიძლება. აუცილებლად დროზე უნდა მივხვდეთ.
ტელეექსპედიციის წევრები მაღალ მთებში, მართალია სამანქანო, მაგრამ ციცაბო გზით მივემართებით ხანძთაში, ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრის სანახავად. ჩვენ ხედავთ ხანძთის მონასტერს, მოვედით უკვე თითქმის ადგილზე, აქ არის ორი გზა, ერთი მიდის სოფლისკენ და მეორე შედარებით დანგრეული გზა მონასტრისკენ და მე მგონი ამ გზით უნდა წავიდეთ, ხო ბუბა? საცალფეხო ბილიკი, კი. ეს გზა სხვათაშორის ახალი მოყვანილია აქამდე, თორე მანამდე ტურისტებს უწევდათ ფეხით დაახლოებით 40 წუთი. ხანძთა უმძიმეს მდგომარეობაშია. ასე გამოიყურებოდა ეკლესია გუმბათის ჩამონგრევამდე. დღეს კი ასე გამოიყურება. ჩვენ შეგვიძლია უკვე შევიდეთ ხანძთის მონასტერში. მე არ ვიცი, შეიძლება ვწვდები, მაგრამ ეს მონასტერი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რაც ამ ტელეექსპედიციის განმავლობაში ჩვენ ნახეთ მონასტრები დაძრეთ. მისი მდგომარეობა ებოლოს წლებში სულ უფრო და უფრო უარესდება. პირველი სერიოზული სიგნალი ამ ბოლო წლებში მოგვცა ხანძთის ტაძრის გუმბათის ჩამოქცევამ. 2007 წლის ბოლოს ჩამოიქცა მისი გუმბათი, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და ეტყობოდა, რომ დიდხანს ვერ გასტანდა. აქ ხდება ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც ვატყობთ, რომ განზრახეს ალბათ ათეული წლების წინ მომხდარი ამბავია, განზრახ გამოუგიათ ბოძი, რომელიც იჭერს გუმბათს და აი ამ ხარესაც იყო იგივე მცდელობა. ბედნიერად ბოლომდე ამოიყვანა. ეს ძალიან კარგია, რომ აქ რაღაცნაირად ეს იჭერს, მაგრამ ერთი დაკვირვებითაც ჩანს, რომ საერთოდ არ არის ალბათ ისეთი მყარი, როგორიც უნდა იყოს, ხო? ბოლო წლებში სტუდენტებმა ააწყვეს ეს და ისე. თუმცა ცხადია ახლა ეს საბოლოოდ თან გასათვალისწინებელია, რომ სამთარია უკვე თოვლია მოსალოდნელი და გუმბათს შეიძლება კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს. თან ახლა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხდება გული ბიძგები, ხო, ბუნებრივადაც და თქვათ, გზის გაყვანა, როგორც ნახეთ, მახლობელ ადგილებში გაყავთ და ხდები, რაც იწვევს გულ ბიძგებს. და შესაძლოა თავის დროზე ხანძთის გუმბათის ჩამოქცევის ერთ-ერთი მიზეზი ასეთი ბიძგებიც იყო. ეს არის მცირე ეკლესია მონასტრის და სამწუხაროდ ადგილობრივი მაცხოვრებლები იყენებენ ხოლმე სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით, აი მაგალითად აქ ცეცხლს ამთებენ და ამზადებენ რაღაცებს, რაც ეთყობა ვიღაცების გაღიზიანებას იწვევს და პერიოდულად უშლიან ხოლმე. ასევე არის კერა მოწყობილი სულ ახლახან. როგორც ჩანს ეს ადგილი, თქვათ, ქარისაგან უკეთ არის დაცული და ამიტომაც აი ნახე ესეც ეს გუმბათის ქვა კარად ისე გათილი. ესეც ეს ტაძრის არის, მაგრამ გუმბათის ესეც ჩანს. შეიძლება ისიც. როგორც ჩანს მე-10 საუკუნეში მონასტერმა უკვე საბოლოო სახე მიიღო და ეს სატრაპეზოც როგორც მინიმუმ მე-10 საუკუნეში შეგვიძლია დავათარებოთ. რომელიც დღეს დაზიანებულია მნიშვნელოვნად. ფოტოშურს აი იქ როგორც ჩანს ფერდობი იშლება და მას მიყვება ეს კედელიც სატრაპეზო ისევე როგორც ტაძრის სუბსტრუქცია არის ნაგები უზარმაზარი ქვებით. ესეც ადრეულობის ნიშანია. აი ეს ხანძრის ასე იყო თილაკ. ორედაც ხანძარი გაჩნდა აი წაწერას ხედავთ გამურული. განძის მაძიებლებმა ხანძთასაც მოაკითხეს და დამხმარე ნაგებობებს საძირკველი მნიშვნელოვნად დაუზიანეს. ნახოთ. აი შეხედე რა ხელა ადგილია ქვევით. ეს კედელი გრძელდება და აქ პრაქტიკულად ცალკე ოთახია ხო რაღაც. ცალკე სენაკი და ხო და განძის მაძიებლებს ეგონათ ეთქვა რაღაცას მივაგებინითო და ეს მათი გათხრილია. ხანძთას სასწრაფო გამაგრება რესტავრაციას მოითხოვს. საქართველოს თურქეთის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოშკთან ერთად ყველაზე მეტად აქაურობა საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას. ეს სამონასტრო კომპლექსიც მოლაპარაკების ნუსხაში შედის. ხანძთა როგორც მოგეხსენებათ 2007 წლის შემოდგომას დაზიანდა თოვლის კრიტიკულ მასას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა გუმბათი. საბედნიეროდ იქამდე გადაღებული გვაქვს
ნაწილობრივ აზომილია, იქამდე იყო ექსპედიცია კიდე ქართველი სპეციალისტების და მოვასწარეთ ნაწილობრივ გუმბათის დასკანერება თანამედროვე აპარატურით, ეს საკმაოდ ზუსტ გამოსახულებას იძლევა, ასე რომ მისი კონტური, საპირე ქვების რაოდენობა, კამარის ცნობილია. გრძელდება ჩვენი ტელეექსპედიცია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მომდევნო ისტორიული ძეგლი შევარჩიეთ, ისაა, რომ იქ ახლა მეჩეთია მოწყობილი. ხახულს მაშინ ვესტუმრეთ, როცა უკვე დაღამებული იყო. ტაძარში რომ შეგვეღწია, ადგილობრივი მოლის გაღვიძება მოგვიწია. ერთი საინტერესო ფაქტი: ის ისტორიული ძეგლები უკეთაა შემორჩენილი, რომელიც მეჩეთად გადააკეთეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხახულში, შემოგვაღამდა, მაგრამ ეს ტაძარი აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომელიც დღეს არის მეჩეთი, ჩვენ ადგილობრივი მოლა მიგვიძღვება. წინ და მან უნდა გაგვიღოს სწორედ კარი, მე როგორც გითხარით, აქ დღეს არის მეჩეთი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მოწყობილია მეჩეთი, ჩვენ და დავემორჩილოთ წესს და აუცილებლად გავიხადოთ ფეხზე. რა შეგვიძლია ხახულზე ვთქვათ? აქ როგორც ხედავთ არის მეჩეთი დღეს და როგორც ჩანს თავდაპირველად ასე იყო და დაკვირვება ცხადყოფს, რომ იმ ადგილებში, სადაც იყო მეჩეთი თავის დროზე მოწყობილი, ის ეკლესიები უკეთ შემოინახა. ხო, ხახულზე აშკარად ემჩნევა ხა ერთი შეხედვითაც, რომ ყარად დგას და დანგრევა და ასეთი რაღაცები მას არ ემუქრება უახლოეს მომავალში. ცხადია, დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი იყო მოულელობა. არ უვლის მოსახლეობა მაშინ ეკლესიას, როდესაც ის უფუნქციოა, ხო? და ამ ტაძარს ეთყობა, რომ აქვს პირვანდელი სახეც, მაგრამ ისიც კარგად ეთყობა, რომ დრო და დრო მას უვლიდნენ. დღეს უკვე სხვათა შორის არის რამდენიმე, მხოლოდ რამდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი ასეთი ტაძარი, სადაც შემით არის მეჩეთი დარჩენილი. როგორც წესი, დღეს არის სხვა ტენდენცია, აშენებენ ახალ მეჩეთებს და გადააქვთ იქ მეჩეთები. რასაც პარალელურად თუ არ მოყვა ეკლესიებზე ზრუნვა, შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს. ხომ არ არის გეგმაში, რომ ხახულში ამ სოფელში, სადაც ახლა ჩვენ ვართ, აშენდეს ახალი მეჩეთი და ნუ აქ აღარ იყო შემდეგ. ხახული დიდი სოფელია თავისთავად და აქ არის რამდენიმე მეჩეთი. როგორც ჩანს, აი ამის გამო კიდევ ხედავ ეს საჭიროებას, რომ აქ მეჩეთი დარჩეს. ხახული ამითაც გამოირჩევა, რამდენიმე სამწუხაროდ თითებზე ჩამოსათვლელი ტაძრები ღა დარჩა, სადაც ფრესკები ჯერ კიდევ შემორჩენილ გახლავთ. ხახული სადაც არის ხალხური ჯვრის გამოსახულება გუმბათში და საკურთხეველში. ხახული ერთ-ერთი ბედნიერი შემთხვევაა, რომ აქ არის მოხატულობის ფრაგმენტები დარჩენილი, მაგრამ მართლაც შე ფრაგმენტები, როგორც ჩანს ტაძარი მთლიანად იყო მოხატული და ეხლა ძალიან მცირე ნაწილია. ის მცირე ნაწილიც აი ამ ფრესკის მაგალითად ჩანს, რომ გამომდივრების სახეს იმაში დგას. ამას დიდად სამწუხაროდ აღარ უწერია თუ თეორიულად არ დაგვიყვება. შეგვიძლია ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. ეს ეკლესია დავით ბაგრატიონმა ააშენა. აქ მონასტერთან ერთად სასწავლებელიც იყო. მოსეს ძველი აღთქმა პირველად ქართულად სწორედ აქ ითარგმნა. ეს ტაძარი 1650 წლამდე ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა. შემდეგ ოსმალებმა მეჩეთად გადააქციეს. ბოლო წლებში აქ მედრესეც გაიხსნა და საზაფხულო არდადეგებზე ბავშვები სასწავლებლად მოდიან. იყო საუბარი მუზეუმად გადაკეთებაზე, მაგრამ ხალხს სჭირდება სალოცავი. ახლა თავად ნახავთ რა ხდება მაშინ, როცა ისტორიული ძეგლები უყურადღებოდ რჩება. ამას გაჩვენებთ მხოლოდ ორი ტაძრის მაგალითზე, ესენია ბანა და ანჩა.
ეს ის ისტორიული ძეგლებია, რომელსაც საქართველოს თურქეთის მოლაპარაკება და შესაბამისად ხელშეკრულება ამ ეტაპზე მაინც სავარაუდოდ არ შეეხება. ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა ასეთ დაძრებს. კონსტანტინოპოლის სოფიის შემდეგ ბანა არქიტექტურის ყველაზე მშვენიერი ნიმუშია, რომელიც მე აღმოსავლეთში ვნახე. კარლ კოხი ამბობს ამ სიტყვებს 1853 წელს და ჩვენ სწორედ ბანას ტაძართან ვიმყოფებით და ბუბა ჩვენ შეგვიძლია უკვე შევიდეთ ტაძარში და ვნახოთ თუ რა მდგომარეობაშია ის დღეს. მე მგონი დღითი დღე ვიმდება აქ ვითარება იმ თვალსაზრისით რომ ინგრევა. რა თქმა უნდა, ეს ბანას ტაძარი ისევე როგორც განცალკევებით დგომი სხვა ძეგლები არის ხშირად აი განძის მაძიებელთა თქო თავდასხმის ობიექტები. გარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისითაც იზრდება ინტერესი, მომლოცველებიც მოდიან და ცხადია ეს ყველაფერი. აი განძის მაძიებლები ახსენეთ ჩვენ და სულ ახლა ხან აი აქ იცადნენ რომ ეპოვათ რამე მათთვის განძის მაძიებლები რაღაცას ეძებდნენ და დავიდნენ კარის დონემდე გამოჩნდა კარის თავი და ერთ-ერთი შემოსასვლელი, ერთ-ერთი ცენტრალური შემოსასვლელი ტაძარში. ერთის მხრივ ეს მათი ეს სამუშაო საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ რა დონეზე ვართ ახლა ჩვენი იატაკიდან დაახლოებით 1-4 მეტრზე ალბათ. მაგრამ მეორე მხრივ ცხადია ესეთი სამუშაოები კიდევ უფრო აზიანებს ჯერ ერთი არქეოლოგიურ ფენებს და მეორე თვითონ ძეგლის სიმყარეს რომელიც ისაა არქეოლოგიას სერიოზული მიხედვა ასჭირდება აი საერთო მდგომარეობას თუ ნახავთ საკმაოდ მძიმეა თაღაიშვილმა როცა ნახა ტაძარი უკვე საკმაოდ დაზიანებული იყო მაგრამ აი ეს ფოტო ცხადყოფს რომ საკურთხევლის მხარე აღმოსავლეთის მხარე თითქმის სრულად იყო შემორჩენილი მე ამის თვითონ თაღაიშვილმავე შეამჩნია 5 წელიწადში რომ გაუარესდაო ძეგლის მდგომარეობაო ესე იგი მთელი საუკუნის მანძილზე ინგრევა ძეგლი 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა აქ მიწისძვრა რამაც ასევე აი აღმოსავლეთი მხარის ერთი დიდი ნაწილი იმსხვერპლა. აი ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ პრაქტიკულად აღარ არსებობს ეს ნაწილი და აი აქეთაც აი საკმაოდ მსხვილი ესეთი დიდი ფრაგმენტები ყრია ტაძარშიც და ტაძრის გარშემოც აი ერთად ესენი არის სწორედ ჩამოცვენილი ნაწილები. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია ჩანს რომ საგანგებოდაც ხდება დაზიანება ალბათ საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების მიერ არ ვიცი мотиваცია ჩემთვის უცნობია აი ამაზე რა მიანიშნებს მაგალითად რომ შეიძლება აი როგორც გითხარით აი ეს ფოტო არის 2003 წელს გადაღებული ჩვენი ექსპედიციის მიერ და აი ამ სვეტებიდან დარჩენილი იყო 2 სვეტი რომელიც ცხადია რაღაცა აი ამ საკმაოდ დაზიანებული ნაწილის რაღაც ნაწილს იცავდა ხომ და ეყნობოდა და აი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი სვეტი არის განზრახ და შეგვიძლია ვნახოთ მისი პრაქტიკულად ეს ნაწილიც აღარ არსებობს ანუ ეს სხვათა შორის ასეთი რამ აი სოფლის ცენტრში მდებარე ეკლესიებში ნაკლებად ხდება ხოლმე. უფრო აი ესეთ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულ ძეგლებზე. ფაქტი ერთია, ჩვენი მაყურებელიც ხედავს ამ ყველაფერს, რომ აქაურობა არის მართლა ძალიან მძიმე სანახავი. პრაქტიკულად დღითი დღე კიდევ უფრო უარესდება სიტუაცია და ყოველ მოსვლაზე კიდევ უფრო მძიმე სურათი გვხვდება. მართლაც ყველაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში ალბათ არანაირი აღდგენას უკვე ეს არ ექვემდებარება, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით ბანა როგორ გამოიყურებოდა თავის დროზე. და ამასთან ერთად იმის გამო, რომ ბანა არის მოცილებული, თქვათ, ყველანაირ დასახლებულ პუნქტს საკმაოდ დიდი მანძილით, ის არის ობიექტი განძის მაძიებლების მუდმივი თარეშის და ყოველ დღითი დღე იქ უფრო ახალი და ახალი ნათხარი ჩნდება ხოლმე. მე-19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანაც ციხესიმაგრედ გადააკეთეს. რამაც საომარი მოქმედებების დროს მისი ნგრევა გამოიწვია. ეს არის ბანა, ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში, რომელიც ჩვენ თვალწინ იშლება.
ჩვენ ახლა ვეძებთ ანჩის ეკლესიას, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ადგილიდან ძალიან ახლოს მდებარეობს, თუმცა ჯერჯერობით არ ვართ დარწმუნებული მოვაგენით თუ არა. მე გვაქვს რამდენიმე ფოტო ნიკომარის ექსპედიციისა და თან მისი ცნობები და ვიცით, რომ არის შემაღლებულ ადგილას სოფლის ახლობლად გორაკზე და მინაზრეთ უნდა იყოს. ნანგრევების კვალიც არის შემორჩენილი და ხედი იქიდან სოფლისკენ დაახლოებით ასეთი უნდა იყოს ალბათ. ეს არის გადაღებული თვითონ ეკლესიიდან. ეკლესიიდან სოფლისაკენ. გარდა ამისა გვაქვს ეკლესიის ნანგრევების ფოტოც, რომელიც ახლობით ასე უნდა გამოიყურებოდეს კიდევ უფრო დანგრეული. ეს ფოტო როდის არის გადაღებული? ეს ფოტო არის 1904 წელს გადაღებული. 1904 წელს უკვე დანგრეული. საკმაოდ დანგრეულია. ეხლა კიდევ უფრო ნაკლები ადგილზე შემორჩენილი. ალბათ ეგ უნდა იყოს. კარგით, ეხლა დაგვრჩენია, მივიდეთ იმ ადგილზე და დავწმუნდეთ, არის თუ არა ნამდვილად ანჩის ეკლესია. ამის შემდეგ სამწუხაროდ ჩვენს ექსპედიციას პრობლემები შეექმნა. სანამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს დოკუმენტაციაში გაერკვეოდნენ, მხოლოდ სამოყვარულო კამერით მოახერხეთ ანჩის მონასტრის ნანგრევების გადაღება. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ხეობაში ხელმეორე დასვლა რთული მეტეოპირობების გამო შეუძლებელი გახდა. ჩვენ მივდივართ ახლა ანჩის ეკლესიის სანახავად. ცოტა არაორდინარულ პირობებში. მოვედით ანჩის ეკლესიის ნანგრევებთან. ტაძარი სრულად დანგრეულია. დაუკლარჯეთში ქართული კულტურის უამრავი ძეგლი მდებარეობს. ჩვენ ამ გადაცემით მხოლოდ ძირითადი ტაძრების შესახებ მოგითხრით. და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად და ჩვენი სტუმარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა. ბატონ ნიკოლოზ, შეგვიძლია დღეს უთხრათ ჩვენს მაყურებელს დაახლოებით მაინც, როდის გაფორმდება საქართველოსა და თურქეთს შორის ხელშეკრულება? იცით, ჩვენ ძალიან ვჩქარობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პასუხი დიახ, ჩვენ შეგვიძლია იყოს მხარი და ესეთი ერთაზროვანი. ამისათვის კეთდება ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ძეგლების გამარეობა არ არის იოლი. კი, ნახეთ ჩვენს ტელეექსპედიციის დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგან ძალიან მძიმეა მდგომარეობა. მზაობა იმისათვის, რომ ხელი მოეწოროს დოკუმენტს, ძალიან დიდია. ბატონ ნიკოლოზ, მოდით დავაზუსტოთ, რომელ ტაძრებს შეეხება ეს ხელშეკრულება? ეს გახლავთ ყველაზე გამორჩეული ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე შედევრები, როგორც არის ხანძთა, როგორც არის ოშკი, როგორც არის ოთხთა ეკლესია და როგორც არის იშხანი. ამ ოთხ ტაძარზე მიმდინარეობს. არა მხოლოდ ამ ოთხ ტაძარზე, არამედ მთელ კომპლექსებზე, რომელი შენობების კი მდებარეობს ამ ტაძრების. ანუ სამონასტრო კომპლექსს მთლიანად მოიცავს, არა მარტო ტაძრებს. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე მინდა კითხოთ, რა ბედი ეწევა იმ ტაძრებს, რომლებიც ხელშეკრულების მიღმა რჩება. ჩვენ ნახეთ ბანა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ანჩა, ასევე ხახული, რომელიც უკეთეს მდგომარეობაშია და დღეს იქ მოწყობილია მეჩეთი. ესეთ ჩვენ ვიმუშავეთ ამ კუთხითაც, იქ ექსპედიცია არაერთგზის გაიმართა ბოლო ხანებშიც მათ შორის და ეს 4 ძეგლი ამოირჩა სწორედ ამ ნიშნით, რომ ეს არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს გახლავთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაგებობები. ეს არ არის ნანგრევები, ჯერჯერობით მაინც. მადლობა ღმერთს, ეს არის ნაგებობები. ანუ ის სხვა ბრწყინვალე შედევრები, რომელიც უკვე საუკუნეების მანძილზე დანგრეულია, შეიძლება გადაიდოს მეორე ეტაპისთვის, შეიძლება გადაიდოს გარკვეული მომავლისთვის. ეს ტაძრები, რომელზეც ახლა ლაპარაკი არის, ჯერჯერობით დგანან ფეხზე, ამიტომ ეს არის ხაზგასასმელი. სანამ სხვა საკითხებს შევეხებით, თქვენ ახსენეთ მეორე ეტაპი, მომავალი ეს მეორე ეტაპი შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში, ამაზე მოლაპარაკებები დაიწყება. გავსი ურთიერთგაგება, როგორც დღეს არსებობს თურქეთსა და საქართველოს შორის, მე ვფიქრობ არ ყოფილა არასდროს.
მსგავსი მზაობა ჩვენი მხრიდან და თურქეთის მხრიდან ხელი მოეწეროს დოკუმენტს, რომ ეს იყოს მრავალმხრივი, რომ იყოს გრძელვადიანი, რომ იყოს ყოველ მხრივ თანამშრომლობაზე აგებული, მე არ მეგულება, რომ ეს როდესმე ყოფილიყოს ეს პრეცედენტი. ამიტომ ჩვენ ვარ დარწმუნებული, და ამაზე ვსაუბრობდით ბოლო დელეგაციის დროს, როდესაც მოვიდით ზეგთა დაცვის ხელმძღვანელობა იყო ჩვენთან სტუმრად ცოტა ხნის უკან, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს არის ისტორიული ვალდებულებაც, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი. ჩვენ შევეხებით ჩვენი საუბრის დროს მეჩეთების საკითხსაც, მაგრამ მანამდე მინდა რაღაც საკითხები ამოვწუროთ. ანუ თუ კი თქვათ გაფორმდა ხელშეკრულება, აი როდიდან დაიწყება სახელმწიფოს მიერ თანხის გაცემა და გამაგრება რესტავრაცია, მალევე უკვე ჩამოყალიბებულია ეს ჯგუფები თუ რა ვითარებაა? აბსოლუტური მზაობა გახლავთ. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენი სახელმწიფო მზად არის ხელმოწერიდან მეორე დღესვე დაიწყოს და დაიწყოს გადარიცხვები საჭიროების და საჭირო მიმართულებით. ეს არის პირველ რიგში ძალოვანი ხარაჯოები, რომლის პროექტები უკვე არსებობს, რომ ამ ზამთარსვე ამ ნაგებობებმა შეისვენონ, რომ მათი მთელი ტვირთი კონსტრუქციული აიღოს იმ ძალოვანმა ხარაჯოებმა, რომლის პროექტები უკვე არსებობს. ანუ ფორმალური მხარის მოგვარებისთანავე ჩვენ შეიძლება ვთქვათ პირდაპირ, რომ ძეგლები შებას იგრძნობენ. მე მინდა აქვე კითხოთ, ერთ შეკითხვა დაგისვათ, რომელზე პასუხიც აინტერესებს ალბათ ძალიან ბევრ სპეციალისტს და არა მარტო სპეციალისტს. აი ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს იგეგმება თუ არა კომპლექსური შესწავლა ტაძრების, მაგალითად, როდესაც ხარაჯოები დგას, უფრო ადვილია ხოლმე, ვთქვათ, ფრესკასთან ახლოს მისვლა და ასე შემდეგ. მსგავსი რამ დაგეგმილია უკვე? აბსოლუტურად ეს ხარაჯოები არ არის მხოლოდ ძალოვანი იმისათვის, რომ აიღოს დატვირთვა თავის თავზე, არამედ ეს არის იმისათვის, რომ ადგილზე ძალიან ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად ხელის შეხების ძალიან ახლო მანძილიდან მოხდეს ყველა ბზარის, ყველა კონსტრუქციის, ყველა მოხატულობის, ყველა ნაწილის დიაგნოსტირება, რომ რაც შეიძლება მალე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებმა ჩვენ მოგცეს ზუსტი დიაგნოზი რა დაჭირდება. ვინ უხელმძღვანელებს კონკრეტულად ამ სამუშაოებს? მე არ მინდა გავასწრო დროს, ჩვენ გვყავს ერთეული წამყვანი ძალები, ეს ძალები სარესტავრაციო ძალები, ესენი არიან მზადყოფნაში, მე არ მინდა რომ ისინი გამოვარჩიო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება გუნდური პრინციპი, ანუ და ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული მხარე. ხელშეკრულების მიხედვით ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ ბევრი, ეს არის ნაცვალგებით პრინციპი. ხელშეკრულებაში მთავარი ღერძული პრინციპი და ქართული არქიტექტურული სარესტავრაციო სკოლა მიიღებს თავიდან ბოლომდე მონაწილეობას ამ ძეგლების აღდგენაში. ბატონ ნიკოლოზ, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა საზოგადოებაში, თუ რატომ ჩაიშალა პირველ ეტაპზე რამდენიმე წლის წინ ეს მოლაპარაკება. მე ამ შეკითხვას იმიტომ გისვამთ, რომ დღითი დღე უარესდებოდა იქაური ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, მაგალითად, თუ კი რამდენიმე წლის წინ გაფორმდებოდა ეს შეთანხმება, სულ მცირე სვიტყვი, ხანძთის გუმბათი გადარჩებოდა ალბათ. რატომ ჩაიშალა მაშინ ეს მოლაპარაკება? ისიც საზოგადოება ზიზდება ყველაფერთან ერთად და დღევანდელი ტემპები განსაკუთრებული სიჩქარით გამოირჩევა, ასე ვთქვათ. ანუ მაშინდელი საზოგადოებრივი მზაობაც ესეთი იყო ცოტა ძალიან ფრთხილი და მე ვიტყოდი ზედმეტად ფრთხილი. ამ გადმოსახედიდან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაშინ ჩვენ ძალიან გვიკვირდა როგორ შეიძლება რაღაცა მოტივებმა და სიფრთხილემ, ზედმეტმა სიფრთხილემ შეაჩეროს ეს პროცესი, რასაც ქვია ქართული გენეალური კულტურის გადარჩენა. მაშინ ეს სიფრთხილე იყო ზომაზე მეტი, მე ვფიქრობ, მაშინ ეს გახდათ 2007-2008 წლები, მზაობა იყო ოდნავ ნაკლები, ვიდრე დღეს არის. შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ? ვინაიდან ხელშეკრულება გულისხმობს ბუნებრივია, როგორც თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია, რესტავრაციას, ისე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული ძეგლების რესტავრაციას. ამ ამ პლასტმა გამოიწვია ხანგრძლივი დებატები, ამან გამოიწვია ამ უკანასკნელმა პუნქტმა, რომ ქართულ ტერიტორიაზე თურქული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხმა გამოიწვია უბოლო იმ დროისათვის დებატები, რამაც გაახანგრძლива ხელმოწერის პროცესი და ფაქტობრივად მოგვიყვანა დღევანდლამდე. გასაგებია, მე მინდა გკითხოთ აი ზუსტად ისლამური კულტურის ძეგლებზე, რომლის რესტავრაცია უნდა მოხდეს და თუ შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად რომელ მეჩეთებზეა საუბარი, სად აშენდება და სად მოხდება რეკონსტრუქცია. როგორც გითხარით, ხელშეკრულება არის პარიტეტული, როგორც გითხარით, ხელშეკრულება არის დაცვალებაზე აგებული. თუ ეს 4 გენეალური ქართული კომპლექსი არის იქ გათვალისწინებული, აქ შეეხება
ძალიან კარგ და ცნობილ ძეგლს, ეს არის ახალციხის რაბადზე არსებული კომპლექსი. ეს გახლავთ ქობულეთის რაიონში არსებული ხის ძალიან ლამაზი და ხითხურობით გამორჩეული კვირიკეს მეჩეთი მე-18 საუკუნისა და ყველაზე მთავარი რომელიც არის ეს გახლავთ უკვე ბათუმში აზიზიეს მეჩეთი. აზიზიეს მეჩეთი რომელიც იდგა იქ, რომელიც არის ხის ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც დაიწვა 40-იანი წლების ბოლოს და საუბარია ხელშეკრულებაში ამ დამწვარი მეჩეთის რეპლიკის აჩენებას. უნდა გითხრათ, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს და არეგულირებს მათ ფუნქციური გამართლობის საკითხსაც. თავარი ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ, რომ იქ არსებული ფუნქციები დარჩება. ანუ ის არ გადახედავს ფუნქციებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ახალციხის რაბადში მუზეუმი ფუნქციონირებს, იქ იქნება მუზეუმი. სადაც მეჩეთია, ის იქნება მეჩეთი, როგორც არის კვირიკეს ჯამე. ბათუმში არის საკითხი, რომელსაც აეხლა ბოლო ხანების გადაწყვეტილება დაჭირდება. თქვენ თქვით, რომ პარიტეტულია ეს ყველაფერი მე-4 მეჩეთზე თუ არის ხელშეკრულება? ეს გახლავთ ხარჯავის მეჩეთი სამცხეში, ქვით ნაშენი ძალიან ლამაზი და კითხურობის ძალიან გამორჩეული და კარგი ნიმუში. მე-4 მეჩეთის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია უკვე. გასაგებია, მე მინდა კითხოთ უბრალოდ ასეთი აზრი გამოთქვა ან დამეთანხმოთ ან არა, თქვენ იცით რომ ეს მეჩეთები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ არ არის მხოლოდ თურქული მემკვიდრეობა, მასში მონაწილეობდნენ ასე ვთქვათ ეს ქართული კულტურის ნაწილიც არის. ამ ხელშეკრულებით ხომ არ იქმნება რაღაცნაირად ასოციაცია რომ გადაეცემა თურქულ მხარეს და ჩვენ რაღაცნაირად ვალდებულებას ვიხსნით საქართველოს. აბსოლუტურად ამას ჭირდება განმარტება, რა თქმა უნდა, საზოგადოების დასამშვიდებლად და აქ შეშფოთების საგანი და ფაქტორს მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს მეჩეთები მართლაც არის შეიძლება ძალიან ისე ითქვას ქართული ხუროთმოძღვრების და ზოგადად ქართული კულტურის ნაწილი. მაგალითად ეს ხის მაგალითები სწორედ არის ლაზური და დასავლურ ქართული გამოცდილებით, რომელიც ფაქტობრივად იქით ამშვენებს, იქით ექსპორტია ქართული კულტურისა, ვიდრე შემოსული გავლენები, ანუ ეს მეჩეთები, ამ მეჩეთების რეაბილიტაცია, ამ ნაგებობების რეაბილიტაცია, ვფიქრობ, ჩვენი კულტურის და ასე უყურებ მე ჩვენი კულტურის სიმდიდრის გამოხატულება და არა მისი დაკნინების და მისი გაღარიბების. გასაგებია, ბატონ ნიკოლოზ, აქ შემოდის კიდევ ერთი საკითხი, ეს ეხება ფუნქციურ დატვირთვას, რაც თქვენ ახსენეთ და ასევე მენეჯმენტს. ვინ თუ იქნება მუზეუმი, ვთქვათ, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ამ 4 ქართული ძეგლის მუზეუმის ფუნქციით თუ იქნება და აქაც რამდენიმე მეჩეთი მუზეუმის ფუნქციით, ხო? ამ შემთხვევაში მენეჯმენტს ვინ განაგებს? ჩვენ ასეც ქვია ხელშეკრულებას, ასე არის დასმული დღეს საკითხი. საკითხი ეხება ხელშეკრულებაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათი ფუნქციონირების საკითხი გატანილია სხვა შესაძლო ხელშეკრულების ფორმატში. ანუ ჩვენ არ დავტვირთეთ ფუნქციონირების, მენეჯმენტის, რელიგიური წარმომავლობის და ასე შემდეგ. ანუ ამ ხელშეკრულებას მე თუ სწორად მივხვდი, კიდევ რაღაც დანართი შეიძლება გქონდეს. თუ ქართულიან თურქული მხარე დააყენებს, რომ ხანძთაში აღდგეს ღვთისმსახურება, ან რომელიმე აქ არსებულ მეჩეთში აღდგეს, ცარიელ მეჩეთში, ამ მეჩეთთაგან ფუნქციონირება, ეს უნდა განიხილოს სხვა ხელშეკრულებამ, სხვა ფორმატში, სხვა დღეს ამაზე მიდის მოლაპარაკებების დროს რაიმე საუბარი თუ არა? მხოლოდ ორი პუნქტი არის. ეს პუნქტი გახლავთ აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, რომლის ფუნქციონირების საკითხი იქნება დასაზუსტებელი და ეხლა ეზუსტება და პარიტეტის პრინციპიდან გამომდინარე ოშკის დიდებული ტაძრის ფუნქციონირების საკითხი. თუ გადაწყდება, რომ აზიზიეს მეჩეთის გარკვეულ ფორმაში ფუნქციონირება იქნება მიღებული, ზუსტად ისევე იქნება ოშკის დიდებულ ტაძარში. ანუ პრინციპი ნაცვალგებისა არის აბსოლუტურად ხერხემლისა და მთავარი პრინციპი ამ ხელშეკრულებაში. ანუ ყველა საკითხში უნდა იყოს პარიტეტი. ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას კონკრეტულად ვინ აწარმოებს მოლაპარაკებას თუ შეგიძლიათ? ეს არის კულტურის სამინისტრო და ეს გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტრო. საბოლოო ხელს აწერენ კულტურის მინისტრები თურქეთისა და საქართველოსი, მანამდე ჩართულია როგორც ფართო
სპეციალისტთა ჯგუფი, ისე უშუალოდ ჩვენი სააგენტო. ხედავთ თუ არა ამ ეტაპზე რაიმე დაბკოლებას, რამაც შეიძლება შეაფერხოს ხელშეკრულების გაფორმება, ეს არის პრაქტიკულად ჩემი ბოლო შეკითხვა. შეიძლება იყოს ბევრი აზრი, შეიძლება იყოს ბევრი პოზიცია, მაგრამ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია სახელმწიფო დონეზე, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობა და ეს ისტორიული პასუხისმგებლობა უნდა იყოს სახელმწიფომ. იმ ძეგლების გაუბედურება, იმ ძეგლების განადგურება, იმ ძეგლების დაღუპვა და გაქრობა არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ის პასუხისმგებლობა, რომლის აღებისთვისაც ქართული სახელმწიფო მზად არის. და მე მინდა კვლავ გავიმეორო, რომ ჩვენ ნახეთ ზოგიერთ ტაძარში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ სასწრაფოდ არის საჭირო იქ ამ სამუშაოების დაწყება. წლის ბოლომდე მაინც ამ ხელშეკრულების გაფორმება მოესწრება თუ ეს უკვე 2011 წელს? ძალიან სასწრაფოა, ძალიან სასწრაფოა. მე ვიქნები ბედნიერი თუ ამ წლის ბოლომდე თუ არა, იანვრის პირველ დღეებში მაინც ოსკში ვიხილავ იმ ხარაჩოებს, რომელიც ამოასუნთქებს ოსკის დიდებულ ტაძარს. ბატონ ნიკოლას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისა და საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.